ეს არის მოწოდება, რომ კვლავ შეიქმნას დასახლებები ღაზის შიგნით დღეს. სამხრეთ ისრაელში ღაზის საზღვართან მიმდინარეობს დემონსტრაცია სახელწოდებით ათასების მარში, სადაც მომიტინგეები ითხოვენ ისრაელის დასახლებების აღდგენას ღაზის სექტორში. დღეს ისრაელის თავდაცვის ძალებმა IDF ამ დემონსტრაციის წინ ღაზის საზღვართან რამდენიმე მონაკვეთი დახურულ სამხედრო ზონად გამოაცხადა. რამდენიმე მაღალი რანგის კოალიციის წევრი უნდა დასწრებოდა აქციას, რაც კიდევ უფრო გამოკვეცა მეტად ემოციურ და სადავო საკითხს. არჩევნებამდე, რომელიც 27 ოქტომბერს გაიმართება, 100 დღე დარჩა. დამატებითი ინფორმაციისთვის, სასიამოვნოა სტუდიაში მივესალმო პოლიტიკურ ანალიტიკოს გილ ჰოფმანს. გილ, არჩევნებამდე 100 დღე დარჩა. ეს იქნება პირველი არჩევნები 7 ოქტომბრის შემდეგ. და ქვეყნისთვის ერთ-ერთი ემოციური საკითხია ღაზა და იქ შესაძლო დასახლება. ჩვენ ვიცით, რომ ეს ძალიან გამყოფი საკითხია და ამას 10 წლეულების ისტორია აქვს. ვითხარით დეტალურად გამიჯვნის შესახებ, თქვენ მაშინაც აშუქებდით მოვლენებს და თავადაც გარკვეული როლი გქონდათ. რას ვეთყვით, რა შეხედულებებს გაგვიზიარებთ? კარგი, პირველ რიგში კი დღეს ღონისძიებაზე იყვნენ ლიკუდის მინისტრებიც, რომლებიც ცდილობდნენ გაიმჯობესებინათ თავიანთი შანსები შიდა პარტიულ არჩევნებში წარმატების მისაღწევად. მაგრამ მათ ძალიან კარგად იციან, რომ სწორედ ნეთანიაჰუ წვეთს დაუშვებს თუ არა ისრაელი რომელიმე ებრაელს ცხოვრებას, თუნდაც ღაზას, ჩრდილოეთ წვეშიც კი. და ამჟამად ის ამბობს, რომ ამ ეტაპზე ამის წინააღმდეგია. და საინტერესოა, რომ ამ ეტაპზე ამატებს, ეს არის რაღაცა, რის მხარდაჭერაც ბოლო წუთს შეუძლია გადაწყვიტოს, თუ ჩათვლის, რომ ეს პოლიტიკურად დაეხმარება. არჩევნებამდე 100 დღე გვაქვს, ეს ძალიან დიდი დროა და პირადად მე მინახავს როგორ იცვლიდა ნეთანიაჰუ ამ საკითხზე პოზიციას. ასე რომ როგორც ჩვენ აღნიშნე, იქ ვიყავი, როცა ღაზიდან გავდიოდით. არა როგორც ჟურნალისტი. იქ ვიყავი როგორც ჯარისკაცი ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსამსახურში. ვცდილობდი მსოფლიოსთვის ამეხსნა, რა ხდებოდა, როდის და სად. მაგრამ ასევე ვიყავი ქნესეთში, როცა ამ გადაწყვეტილებას უყარეს კენჭი და დაამტკიცეს. შემდეგ უყურე, როგორ მისცა ნეთანიაჰუმ ხმა მის სასარგებლოდ, ისევ და ისევ, 6 ჯერ. და შემდეგ გადადგა, რათა გაეპროტესტებინა ის გადაწყვეტილება, რომელსაც თავად მისცა ხმა. და როცა 2015 წელს მასთან ინტერვიუ ჩავწერე, მან თქვა, თუ ლიკუდს არ მისცემთ ხმას, მიიღებთ ისეთ რაღაცებს, როგორიცაა დეზინგაგმენტი. ეს კი ირონიული იყო, რადგან სწორედ ლიკუდმა განახორციელა დეზინგაგმენტი და თავადაც მისცა მას ხმა. და ის ვიდეო ინტერვიუ, რომელიც ჩემთან ჩაწერა, მისმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა გამოიყენეს იმის დასამტკიცებლად, რომ ის ყოველთვის სიმართლეს არ ამბობს. რეალისტურად რო ვთქვათ, რა იქნება საჭირო იმისთვის, რომ ღაზას სექტორში დასახლებები ხელახლა დაარსდეს, იმის გათვალისწინებით, რაც ბოლო წლებში მოხდა. როგორც თქვენ ამბობთ, მთელი ამ დროის განმავლობაში იქ იყავით. თქვენ იცით, რას ნიშნავს ეს იმ საზოგადოებებისთვის, რომლებიც ადრე იქ ცხოვრობდნენ. ეს ბევრისთვის ძალიან მტკივნეული თემაა. დიახ, ადამიანებისთვის, რომლებიც იქ გაიზარდნენ, საშინელი იყო საკუთარი სახლების დატოვება, მათ იქ სამი თაობა გაზარდეს. ბენიტა, ეს სერიოზული არ არის. ისრაელმა მიიღო კანონები, რათა გაემარტივებინა ღაზადანან გასვლა. ერთი ებრაელის ღაზის თუნდაც პატარა ნაწილში მუდმივად ცხოვრება სხვა კანონების მიღებას მოითხოვს. ქნესეთმა საკუთარი თავი პარასკევს დილით დაითხოვა. ეს ვერ მოხდება. რა შეიძლება მოხდეს, თუმცა რაც შეეხება ლიკუდს, რადგან ბოლო საათებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. რას იგებთ? დღეს ლიკუდმა მხარი დაუჭირა ნეთანიაჰუს გეგმას, რომ მას 8 ადგილი მათ შორის საკუთარი თავი კონდეს დაცული პირველ 20 ათეულში, რაც უზარმაზარი ძალაა. უფრო მეტი ვიდრე ოდესმე ლიკუდის ლიდერს ქონია. და ამას გარდა მათ დაამატეს კიდევ ერთი პუნქტი, რომელიც ამბობს, რომ თუ რაიმე მიზეზით ესკალაცია მოხდება და პრაიმერის ჩატარება ვერ მოხერხდება, მაშინ ნეთანიაჰუს შეუძლია თავად შეადგინოს სია. ეხლა ლიკუდის სამართლებრივი კომიტეტის წევრები, რომლებმაც ამაზე მისცეს ხმა და რომელიც ცენტრალურმა კომიტეტმა ხუთშაბათს უნდა დაამტკიცოს, არ იციან, იქნება თუ არა ომი. ზუსტად ისე, როგორც არც მე და არც თქვენ არ ვიცით, იქნება თუ არა ომი. ნეთანიაჰუ მიცის და მან მოახერხა ამ პუნქტის გატანა. თქვენ იცით, აქამდე თქვენს გვერდით უსაფრთხოების ექსპერტები ისხდნენ. ისინი უკეთ იციან ვიდრე მე და თქვენ, მაგრამ მაინც ნეთანიაჰუ ის ადამიანია, რომელსაც სულ მცირე უკეთ შეუძლია გამოიცნოს, რას გააკეთებს ტრამპი. და რომ მათ ადგილას ყოფილიყავი, ვიფიქრებდი, რომ ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ რაღაც საერთოდ გამოიყურება. მაშ, რას დაასკნიდით აქედან ძალიან მოკლედ?
ნეთანიაჰუ და ტრამპი კვლავაც ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან, მიუხედავად მათ შორის არსებული განსხვავებებისა. და იქნებ ბომბსაფარიც მოამზადოთ, მაგრამ ჯერ არა. არა დაუყოვნებრივ. ეხლა ის სიამოვნეთ თქვენი არ დადეგებით. მაგრამ როცა ლიკუდის პრაიმერი ახლოვდება, შეიძლება მაშინ. ძალიან მოკლედ, თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა დღეს დაავალა ისრაელის თავდაცვის ძალების ხელმძღვანელს, რომ ომრი რონენი, რომელიც დემოკრატების პარტიის წევრია და ასევე ორგანიზაცია ძმები იარახშის წევრია, ჩამოაშორო ნებისმიერ სარეზერვო სამსახურს. ეს ძალიან უჩვეულოა. რატომ? იმიტომ რომ ომრი რონენი დემოკრატების პარტიაში ადგილისთვის იღრის კენჭს, რომლის პრაიმერიც ხვალა. და კაცმა ეს საკითხი დამოიყენა იმისთვის, რომ საკუთარი თავი წარმოეჩინა როგორც ადამიანი, რომელიც ეწინააღმდეგება მათ, ვინც ბრძანებების შესრულებაზე უარს ამბობს, მაშინ როცა თავად მისცა ხმა კანონპროექტებს, რომლებიც ულტრაორთოდოქსულ რეზერვისტებს აძლევს უფლებას უარი თქვან სამსახურს. ესე რომ ეს ბატონ რონენს დაეხმარა ხვალინდელ პრაიმერში, საინტერესო უნდა იყოს ეს პრაიმერი ბენიტა, მოგლეთ რო ვთქვათ, თუ ექსტრემისტები აირჩევიან, ეს ნეთანიაჰუს ძალიან ეხმარება. რადგან ამჟამად რაც მან მთელი დღეს თქვა არის ის, რომ გადი აიზენკოტი აპირებს მანსურ აბასთან ერთად წავიდეს. და თუ მას შეუძლია თქვას, რომ ის ასევე მიდის მემარცხენე ექსტრემისტებთან, რომლებიც ბრძანებების შესრულებაზე უარის თქმას მოუწოდებენ, ან რომლებიც სამართლებრივად იცავდნენ საქმეებს ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ, ტერორისტების დახმარება, ეს არის რაღაც რაც შეიძლება აიზენკოტის დილეგიტიმაციას და ნეთანიაჰუს დახმარებას არჩევნების დღეს გამოიწვიოს. ასე რომ ხვალ მართლაც მნიშვნელოვანი დღეა. პრაიმერები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და დაგვეხმარება ამ ყველა მოვლენაში, გარკვევაში. დიდი მადლობა პოლიტიკურო ანალიტიკოსო გილ ჰოფმან, მადლობა რომ სტუდიაში იყავით. ეხლა გადავიტანოთ ყურადღება პოტენციურად ფეთქებად და უხერხულ სიტუაციაზე, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ნიუ-იორკის მერის შესაძლო ნაბიჯებმა. ბენიამინ ნეთანიაჰუს სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამგზავრება ელის და მერი ზორან მამდანი ამბობს, რომ მისი ადმინისტრაცია სწავლობს, შეუძლიათ თუ არა პრემიერ-მინისტრის დაპატიმრება მის ჩამოსვლაზე. არის ეს მუქარა მოქმედი ლიდერის წინააღმდეგ რეალური თუ უბრალოდ პოლიტიკური თეატრია? ჩვენი მიშელ ქექე ამ საკითხს განიხილავს. ნიუ-იორკის მერი ზორან მამდანი ამბობს, რომ მისი ადმინისტრაცია სწავლობს დააპატიმრებენ თუ არა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, თუ ის სექტემბერში ნიუ-იორკში ჩამოვა, როგორც მოსალოდნელია გაეროს გენერალური ასამბლეისთვის. ინტერვიუში New York Times-ის ჟურნალთან მამდანიმ ნეთანიაჰუს მიმართ მკაცრი სიტყვები გამოიყენა. ნემჯერა რომ პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ ჰააგაში უნდა იყოს. ის ომის დამნაშავეა, რომელსაც ბრალი წაუყენა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოდ. და თქვენ ნახავთ, რომ ეს აზრი ბევრ ადამიანს აქვს, მხოლოდ იმიტომ, რაც მისმა ქმედებებმა ბოლო წლების განმავლობაში გამოიწვია. მან ასევე თქვა, რომ მისი ადმინისტრაცია აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ნიუ-იორკის იურიდიულ დეპარტამენტთან იმის თაობაზე, თუ რა იურიდიული უფლებამოსილება აქვს ქალაქს იმ შემთხვევაში, თუ პრემიერ-მინისტრი იქ-ჩავა. საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ 2024 წლის ნოემბერში გასცა დაკავების ორდერი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ, ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ბრალდებით ღაზაში მიმდინარე ომის დროს, რომელიც ჰამასის მიერ მოწყობილი 7 ოქტომბრის მასაკრის შემდეგ დაიწყო. ისრაელმა ორივე ბრალდება უარყო. ნებისმიერი მცდელობა ნიუ-იორკის ხელისუფლების მხრიდან ორდერის აღსრულებისა სერიოზულ იურიდიულ დაბრკოლებებს დააწყდება. შეერთებული შტატები რომის სტატუტის, ანუ იმ ხელშეკრულების, რომელიც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ქმნის, მხარე არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ნიუ-იორკის გუბერნატორმა ქეთი ჰოჩულმა ადრე განაცხადა, რომ მერს არ აქვს ნეთანიაჰუს დაპატიმრების უფლება, ისრაელის ელჩმა გაერთიანებულ ერებში დანი დანონმა ექსზე პასუხად თქვა, რომ მამდანი ვერ მართავს ნიუ-იორკს. მერის პასუხისგებლობებზე კონცენტრირების დეკონце ქალაქში მზარდი ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ნაცვლად, მან აირჩია მტრულობის გაღვივება და ყურადღების მიპყრობა ისრაელის სახელმწიფოზე თავდასხმით. ეს არაფერს შეცვლის. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ ჩამოვა ნიუ-იორკში სიამაყით მიმართავს გაეროს გენერალურ ასამბლეას და მსოფლიოს წინაშე დააფიქსირებს ისრაელის სიმართლესა და მის ურყევ-უფლებას, დაიცვას თავისი მოქალაქეები. და თუ ვინმეს უნდა დააკავონ, ეს ზორან მამდანია. აშშ-ის ელჩმა გაეროში მაიკ უოლცმაც გამოეხმაურა ამ საკითხს ექსზე და განაცხადა, რომ ნეთანიაჰუს ვიზიტის დროს მისი დაკავების მუქარა არ განხორციელდება და ეს მხოლოდ პოლიტიკური თეატრია. ინტერვიუს სხვა ნაწილში მამდანიმ კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ისრაელი ღაზაში გენოციდის ჩადენაში და აღნიშნა, რომ პოლიტიკოსების პოზიციები ისრაელთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ფაქტორია მისთვის, როცა გადაწყვეტს ვის დაუჭიროს მხარი. მან ასევე განაცხადა, რომ დემოკრატმა კანდიდატებმა, რომლებიც ცდილობენ პალესტინის მხარდამჭერი ამომრჩევლების ნდობის დაბრუნებას, უნდა აღიარონ აშშ-ის პოლიტიკის შედეგები და მხარი დაუჭირონ კანონმდებლობას, რომელიც ზღუდავს გარკვეული ამერიკული იარაღის ისრაელისთვის გადაცემას.
დამატებითი რეაქციებისა და ანალიზისთვის სასიამოვნოა სტუდიაში მივესალმო იურიდიულ ექსპერტსა და პოლიტიკურ ანალიტიკოს დანიელ პომერანცს, რომელიც reality check-ის აღმასრულებელი დირექტორია. დანიელ, დიდი მადლობა. ნიუ-იორკის მერი განიხილავს სხვადასხვა ვარიანტს, რათა შესაძლოა დააკავოს ისრაელის პრემიერ-მინისტრი, როდესაც ის ნიუ-იორკში ჩამოვა. ეს უკიდურესი პოლიტიკური თეატრია. მიჭირს ვთქვა, რას ფიქრობს ან რას აპირებს, მაგრამ ვიცი, რომ ეს არღვევს ASS-ის ფედერალურ კანონებს. 2002 წელს კონგრესმა ორპარტიული კანონი მიიღო, რომელსაც ამერიკელი სამხედროების დაცვის აქტი ეწოდება. და ამ კანონით, ვინც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთან თანამშრომლობს, არღვევს ASS-ის ფედერალურ კანონებს. ესე რომ თუ მამდანი ამას გააკეთებს, ის არღვევს ფედერალურ კანონს. და თუ ის ნიუ-იორკის პოლიციას უბრძანებს, რომ ნეთანიაჰუ დააკავონ, რაც თეორიულად შესაძლებელია, პოლიცია შეიძლება აღმოჩნდეს შეიარაღებულ დაპირისპირებაში ASS-ის სამხედროებთან. არ ვფიქრობ, რომ ეს რეალურად მოხდება, მაგრამ სწორედ აქამდე მიგვიყვანს კანონი, თუ ის ამ ნაბიჯს გადადგამს. ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი აცხადებს, რომ მამდანი ცდილობს ყურადღება გადაიტანოს წარუმატებელი პოლიტიკებიდან ამ შესაძლო დაპატიმრების განხილვით. მაგრამ რა უხერხული სცენარი შეიძლება განვითარდეს? თუ მართლაც შეძლებს რაიმე აბსურდული მცდელობის განხორციელებას, იქნება ეს პოლიციის თუ სხვების მხრიდან პრემიერ-მინისტრის შესარცხვენად, როდესაც ის ნიუ-იორკში ჩავა. ხოდა წარმომიდგენია, ეს განსაკუთრებით უხერხული იქნებოდა მამდანისთვის, რადგან ეს იქნებოდა უშედეგო ჟესტი. უბრალოდ არ იმუშავებდა. ან პოლიცია, ნიუ-იორკის პოლიცია ამას არ გააკეთებდა, რადგან ფედერალური მთავრობა დაელაპარაკებოდა მათ, ან ისინი ცდილდნენ ამის გაკეთებას და პირისპირ შეხვდებოდნენ შეერთებული შტატების სამხედროებს. და ეს არა მხოლოდ არღვევს ამერიკულ კანონებს, არამედ ის, რასაც მამდანი ცდილობს, არღვევს იმავე საერთაშორისო კანონებს, რომლის დაცვასაც ის ამტკიცებს. შეერთებული შტატები რომის სტატუტის ხელმომწერი არ არის. და არა მხოლოდ ეს, თავად რომის სტატუტი ამბობს, რომ როდესაც ვინმე სტუმრად მყოფი სახელმწიფოს მეთაურია, ეს არის რომის კონვენციის 98 მუხლი. თუ სახელმწიფოს მეთაური ხარ, ვენის შეთანხმებები და სხვა დაკავშირებული კონვენციები ამბობენ, რომ ამ პირის დაპატიმრება არ შეიძლება, რადგან სახელმწიფოს მეთაურებს უნდა შეეძლოთ მოგზაურობა და ისეთი ორგანიზაციებისთვის მიმართვა, როგორიცაა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. მაგრამ დანიელ, აქ უფრო ღრმა საკითხია.